რეჟიმის რეპრესიები კრიტიკული სიტყვის წინააღმდეგ ამ წუთებში ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის მზია ამაღლობელის პროცესი იწყება. სასამართლოსთან შეკრებილები არიან მისი მხარდამჭერები, მზია ამაღლობელის კოლეგები ბათუმში მთელი ქვეყნიდან ჩავიდნენ. ჟურნალისტ სისხლის სამართლის მუხლით პატიმრობა ემუქრება, ამით მას პოლიციის სამმართველოს უფროსიც დაემუქრა, რისი ვიდეო მტკიცებულებაც არსებობს. მზია ამაღლობელი ბათუმში საპროტესტო აქციებისას ორჯერ დააკავეს, პირველი დაკავების მიზეზი პლაკატის გაკვრა გახდა, მეორედ კი ის პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებების შედეგად დაწყებული ჭყლეტისას დააკავეს. დაიწყო თუ არა პროცესი, რა ხდება ახლა ბათუმის სასამართლოსთან, ჩვენი კოლეგა თამარ თედიაშვილი გვერდება ადგილიდან. დიახსაფო ჩვენ ამ წუთებში ველოდებით, რომ დაიწყება მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი. ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ მთელი ქვეყნიდან ჩამოვიდნენ კოლეგები და მოქალაქეები მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად. ზუსტად ამ წუთებში შემოდიან ისინი სხდომათა დარბაზში და იმდენად ბევრი ადამიანია, რომ საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა. ამ პროცესს 11 საათზე უნდა დაწყებულიყო პროცესი, თუმცა ჯერჯერობით არ არის დაწყებული. პროკურატურა, როგორც ვიცით, ითხოვს მზია ამაღლობელისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის შეფარდებას, მას ბრალდების სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლით ედავება სამართალდარღვევას, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. ჯერჯერობით არ ვიცით, არის თუ არა სხდომათა დარბაზში ამ წუთებში რამდენიმე წუთში შევალთ, არის თუ არა გადმოყვანილი ბათუმის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან მზია ამაღლობელი, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი კოლეგები, მოქალაქეები აცხადებენ, რომ უპირობოდ უჭერენ მხარს მზია ამაღლობელს, სოლიდარობას უცხადებენ მას და ითხოვენ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ბათუმელებზე და ნეტგაზეთზე რომ ესეთი თარგეტირებული შეტევა ეს არის ცხადი, ამიტომ ვარ ჩვენ აქ და უნდა ვიყოთ ყველგან, სადაც რეჟიმს ყავს თავისი ტყვეები, უნდა ვიყოთ აქაც თბილისშიც, ყველა პატარა სოფელშიც უნდა ვიყოთ ერთმანეთის გვერდით, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. საზოგადოებას შევძლებთ, რომ ეს მორყეული რეჟიმი საბოლოოდ ჩამოვშალოთ. ჩვენ ამას გავაკეთებთ, იმიტომ რომ ისინი თავისთაც იშლებიან და ამაში აუცილებლად შევუწყობთ ხელს. რაც შეეხება მზიას, არ მაქვს მოლოდინი პოზიტიური, თუმცა რაღაც სასწაულები ხდება ხოლმე, ხანდახან ადამიანებს ინდისი სხვადასხვა დროს შეაწუხებთ ხოლმე, არა მხოლოდ ბოლო ჟამს. ამიტომ, რა ვიცი, მაინც მოდით ჯერჯერობით პროგნოზი ცუდი არ გავაკეთოთ ჩვენთვის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ გაიგოს თუ რა ვითარებაა საქართველოში. ივანიშვილი ცდილობს გაანადგუროს ყველაფერი, რაც უკავშირდება დემოკრატიას, მაგრამ წინააღმდეგობა არის ძალიან ძლიერი და ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ მისი გეგმები არ განხორციელდეს საქართველოში. ჩვენს, მეც, ჩვენმა მაყურებელმაც ყველა უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენ ვდგავართ დიქტატურის პირისპირ. როდესაც საუბრობთ, რომ ეს ადამიანები არიან დასანქცირებულები წინა ივანიშვილი, მისი მინისტრები, მისი დეპუტატები, მისი მოსამართლეები, მისი პოლიციელები, ეს რას ნიშნავს? ვის ასანქცირებენ? ასანქცირებენ მხოლოდ დიქტატორებს. და დიქტატურის წინაშე, როდესაც ასე ვდგავართ შიშველი ხელები, ჩვენ ყველას უნდა გქონდეს იმის მოლოდინი, რომ მას არ აქვს წითელი ხაზები, ის ყველას დაიჭერს. ის რომ დღეს მზია ამაღლობელი არის საპყრობილეში, ეს ყველამ უნდა გაიაზროს. რომ ის ზუსტად იმიტოა საპყრობილეში, რომ მზია ამაღლობელია და არა იმიტომ, რომ მას სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდიდა. სასამართლო არის მთლიანად ივანიშვილის ჯიბეში, მურუსძის კლანი, ამიტომ გამონაკლისსაც ვერ უშვებ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მზია უდანაშაულოა, მიუხედავად იმისა, რომ პოლიციელზე თავდასხმას ადგილი არ ქონია, ალიყური არ შეიძლება განვიხილოთ, მით უმეტეს რომელიც დანაშაულებრივი პროვოკაციის შედეგად არის მიღებული პოლიციელზე თავდასხმად, მაგრამ სისტემა ბოლომდე გაწირავს და დასჭის მას, სწორედ იმის გამო, რომ გვაჩვენო სამაგალითო დასჭით, რომ არ ვიყოთ თავისუფლები, ვიფიქროთ, რომ იგივე დევნის საფრთხის და ობიექტები შეიძლება ჩვენც გავხდეთ, ამიტომ გამძლეობას ვუსურვებ მზიას და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ის დიდხანს არ დარჩეს რუსული რეჟიმის ტყვეობაში. და მთელმა საქართველომ ნახა ძალადობის ამსახველი არაერთი კადრები და არ გვინახავს არც ერთი დასჯილი. ამის მიუხედავად ნახეთ ახლა სისტემა როგორც ცდილობს, რომ დამოუკიდებელი მედია დასაჯოს და მეოცეს მას მთელი სისასტიკით. ეს არის არა ერთი კონკრეტული ფრაგმენტი ამის, ეს არის მთლიანი სურათი რუსული კანონის ზემოქმედების და ხელისუფლების რეპრესიული დამოკიდებულების მედიის მიმართ.
გუშინ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 11 იანვარს დაკავებული ადამიანების სასამართლო პროცესები. ადამიანები, რომლებიც იყვნენ დაკავებულები ადმინისტრაციული წესით, გუშინ მათი სასამართლო სხდომები იყო და მოსამართლე ირმა ტოგონიძემ 8-დან მხოლოდ ერთი ქალი თათია აბულაძე დამნაშავედ, თუმცა 2000 ლარიანი ჯარიმით გაათავისუფლა, დანარჩენი 7 კი 5 დღიან ყველა აბსოლუტურად 5 დღიან პატიმრობაში დატოვა. ამ გადაწყვეტილებების გამოცხადებას საკმაოდ ცუდი რეაქცია მოყვა დარბაზში მყოფი გულშემატკივრების მხრიდან. ისინი და მათ შორის ის ადამიანები, ვინც ბრალდებულები იყვნენ, ამბობდნენ, რომ ეს არის ივანიშვილის რუსული რეჟიმის რეპრესიები და დანაშაულის არ ყოფნის დანაშაული არ ჩაუდენია, თუმცა ამის მიუხედავად, იმის გამო, რომ ისინი არ დაბრუნდნენ აქციებზე და განეიტრალოს ხელისუფლებამ, დატოვეს პატიმრობაში.